დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ ხელნაკეთ სილამაზეს ინგლისიდან Bentley Continental GT Speeds. ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი GT Speed, ეს არის First Edition, რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით ჩვეულებრივი Speed-ისგან, სადაც არის W12 ძრავა, აქ გვაქვს 8 ცილინდრი, მაგრამ არის ჰიბრიდი. უკვე საინტერესოა. კი, გეთანხმებით და ვიცი პირველი აზრი რაც გაჩნდა თქვენს თავში, რომ ჰიბრიდი Bentley, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰიბრიდული სისტემა იმისთვის გვაქვს, რომ დაგვეხმაროს პერფორმანსში და ეს ელემენტები აქ იმისთვის არ არის, რომ წვა შეგვიმციროს ან ეკონომიაზე გათვლით, როცა Bentley-ს ყიდულობ, ეკონომია აღარ გაინტერესებს და აი ეს ელემენტები პერფორმანსში ძალიან მაგრად გეხმარება. მაგ ყველაფერს გავტესტავთ, გავიყვანთ მანქანას გარეთ და ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილას უნდა მივიდეთ ამ მანქანით, სადაც თქვენ გელოდებათ საჩუქარი, ასე რომ ვიდეო არ გადაახვიოთ, თავიდან ბოლომდე უყურეთ და ძალიან მაგარ საჩუქარს გიმზადებთ თქვენ. ახლა კი მოდით ახლოდან დავათვალიეროთ ავტომობილი. ისეთი ლამაზი შთამბეჭდავი დიზაინი აქვს გასაღებს, არ ვიცი, გასაღების დიზაინერმა უფრო კარგად იმუშავა თუ თვითონ მანქანის. Speed Edition-ი არის უფრო სპორტზე ორიენტირებული Bentley, განსხვავებით კლასიკური Continental GT V8-ისგან. ნუ სახელიც გვეუბნება, რომ 8 ცილინდრი დევს ამ ავტომობილში, Speed-ში დევს W12, ფაქტიურად 2 6 ცილინდრიანია, ერთმანეთზე მიწებებული და First Edition Speed-ში დევს უკვე 8 ცილინდრიანი ძრავა ისევ, მაგრამ აქ უკვე არის ჰიბრიდული სისტემა, რაც წეღან უკვე გითხარით. როგორ მივხვდეთ, რომ First Edition-ია ეს ავტომობილი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფრთებზე გვაქვს დატანილი First Edition-ის ლოგოები. ამის შემდეგ უკვე, როდესაც გავაღებთ კარს, აქაც დაგხვდება წარწერა First Edition და კიდევ გვაქვს ინტერიერში პატარ-პატარა წარწერები, რითიც შეგვიძლია განვასხვაოთ ჩვეულებრივი Speed-ისგან First Edition Speed-ი. ასევე, ნუ ხმითაც შეგვიძლია ავტომოყვარულებს განვასხვაოთ, იმიტომ რომ 8 ცილინდრიანი საერთოდ სხვა ჟღერადობა აქვს და 12 ცილინდრიანს მით უმეტეს W12 საერთოდ სხვა ჟღერადობა აქვს. ექსტერიერი დავათვალიეროთ კარგად და მერე გადავიდეთ ინტერიერში. რა თქმა უნდა, რბილად დაკეტვის კარი გვაქვს, ამას არც უნდა ხსენება, ეს ხომ Bentley-ა. ძალიან მომწონს. წინა მაშუქები, რომელიც უკვე 2 ცალი აღარ არის და გახდა 1 ცალი. ასევე სიმრგვალეს დაემატა აი ეს ჩაჭრილი ზოლი, რომელიც LED-ი იწყება აქედან და ჭრის შუაში და არის ძალიან ლამაზი მაშუქი დამეთანხმებით. ახლა საიდანაც თქვენ უყურებთ, ძალიან ლამაზია. აი აქ ეგრეთ წოდებული ხრუსტალის ეფექტი აქვს, მაგრამ ზემოდან რო დავხედავთ, აი აქ კიდევ გვაქვს დიზაინრული ელემენტები, რომელიც ჩემთვის გავს Bentley-ს Y-ს. არ ვიცი ეგ იყო ჩაფიქრებული თუ არა, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ძალიან ლამაზად ანათებს. ეს ავტომობილი არის სრულიად შავი, ყველაფერი შავი აქვს. არსად ნიკელის დეტალი არ გვხვდება, ერთადერთი ნუ Bentley-ს ლოგოტიპი, რომელიც ნებისმიერი ფერის ავტომობილზე ყოველთვის არის ნიკელის. დანარჩენი ყველაფერი გვაქვს გადაშავებული, როგორც ხედავთ, როგორც გრილი, ასევე shadow lines, რასაც ვეძახით, ყველაფერი აბსოლუტურად არის ერთი და იგივე საღებავით შეღებილი, როგორც корпуსი ავტომობილის. რა თქმა უნდა, Bentley კლასიკური და კომფორტზე ორიენტირებული ავტომობილია, მაგრამ როდესაც გვაქვს Speed-თან შეხება, აქ უკვე პერფორმანსი შემოდის წინა პლანზე, აქედან გამომდინარე გვაქვს პირელის საბურავები, ულამაზესი დისკები გვაქვს, რომელიც არის 22 ინჩიანი. დიახ, 22 ინჩიანი დისკებია და აი ამ გიგანტურ კუპეზე იმხელაც არ ჩანს, რამხელაც 22-იანი დისკი არის ჩვენს გონებაში წარმოდგენილი. სამუხრუჭე დისკებს რაც შეეხება, ჩემთა გასაკვირად არ არის კარბონი, კერამიკული არ არის, ჩვეულებრივი მეტალის სამუხრუჭე დისკები აქვს, მაგრამ ხუნდები აქვს ძალიან დიდი ზომის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ავტომობილი აუცილებლად კარგად გაჩერდება. ნუ მაგას გავტესტავთ ქალაქში. მოდი ახლა ჩავიხედოთ ძრავსახულში და ნახოთ რა იმალება აქ. სათხართ? Bentley ვერ გავიგე.
8 ცილინდრიანი ძრავა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის შეფუთული, გადაფუთული, იმიტომ რომ აქ მეპატრონის არაფერი არ ესაქმება, მეპატრონი ამ ავტომობილს დატოვებს სერვისში და გადაჯდება თავის Bentley-ს SUV-ზე ან რაღაცა სხვაზე Aston Martin-ი ეყოლება, რაღაცა ეყოლება, იმით იკატავებს, სანამ ავტომობილს დაუსერვისებენ. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება, აქედან Z-ი ემატება ავტომობილს, ან აწერია კიდევაც oil და აქვს Bentley-ს ლოგო. აი ხო არაფერი ჩვეულებრივად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო პლასმასი როგორც ყველა ავტომობილში, მაგრამ ეს არის Bentley და ყველაფერი უნდა იყოს განსაკუთრებული. Intake-ები ჩანს, ჰაერის intake-ები 2 ცალი ჩანს, ერთადერთი რაც ჩანს ეგ არის. დანარჩენი სულ კაბელებით არის სავსე, იმიტომ რომ არის ჰიბრიდი და გვაქვს folgit შეფუთული, იმიტომ რომ ტემპერატურას გაუძლოს გამშვების ნაწილში უკვე. გვაქვს ქარხნული ეგრეთ წოდებული რასპორკა, ბრეისის ეძახიან ინგლისურად, ქართულად არ ვიცი რა ქვია და ვინც იცით დაგვიწერეთ კომენტარებში. ეს ყველაფერი იმისთვის არის აქ, რომ ძარას კონდეს მდგრადობა და მოსახვევშიც კარგად იდგეს, ასე ვთქვათ, მანქანა უფრო შეკრულია, როდესაც აყენია აი ესეთი რასპორკები ეგრეთ წოდებული. ახლა უკანა მხარე დავთვალიეროთ. უკანაც ასევე ულამაზესი მაშუქები გვაქვს, 3D ეფექტით არის გაკეთებული, თვითონ კარკასი არის გამჭვირვალე, მაგრამ შიგნით ნათურები ანათებს წითლად და ჩემთვის ძალიან ლამაზ ვიზუალს ქმნის და გვაქვს ორივე მხარეს შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ საწვავის ჩასასხმელია, მაგრამ დასაწყისში გითხარით და გასპოილერეთ რომ არის ჰიბრიდი. ეს შიგნიდან უნდა გავაღოთ, როდესაც გავაღებთ მანქანას, მერე გაიღება, მაგრამ მეორე, რომელთაც ავტომობილი იტენება, ჰიბრიდული ნაწილი. აი ესე გამოიყურება და აი აქ ვაერთებთ უკვე ელექტრო ჩარჯერს, რომელიც საბარგულში გველოდება. საბარგულს ვაღებთ გასაღებით. და აქ არის უკვე მოთავსებული სატენი, რომელთაც ვტენით ჩვენს ელექტრო მოტორს, ძრავს, ბატარეას, რაც გაგიხარდებათ, ის დავარქვათ. ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა, არის სრულიად ახალი. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი იყიდება, ლუსო ჯორჯიაში შეგიძლიათ მოვბრძანდეთ, შეიძინოთ. ძალიან ცხელა. სხვათა შორის, როგორი საბარგული ზომასაც ველოდებოდი ამ ხელა კუპესგან, თვალთ ეგეთი დიდი საბარგულიც ვერ არის. ყველაფერი ძალიან კარგია. ყველა მატერიალი, ყველა ფორმა, ყველაფრის ვიზუალი, მაგრამ ერთადერთი რაც მაკლია ამ მანქანაში ახლა არის სურნელი. სურნელისთვის მაქვს არეონები, ეს არის არეონის X, რომელიც უკვე კარგად გაიცანით, თქვენ ახალი პროდუქტია. ეს არის არეონის VIP სერია, ამას ქვია Black King და შესაბამისად აურჩია ამ მანქანას. შავი მეფეა ესეც. ძალიან კარგი სუნი აქვს, შეგიძლიათ ყველა არეონი აი აქ ეს თითი გაუსვათ, თითი ახატია და გატესტოთ სურნელებაზე და რომელიც თქვენ მოგეწონებათ, ის შეიძინოთ ხოლმე. მაგრამ ეხლა არ ვაპირებ არც X-ის ჩარჯობას საჰაეროში, არც ამის ჩამოკიდებას სარკეზე, იმიტომ რომ ამ ინტერიერზე მინდა ბევრი რაღაცა თქვა და დეტალებს შევეხო. პრინციპში ეგ არ არის მიზეზი რა. აი ეს არის ძალიან მაგარი პროდუქტი, რომელიც ეს ფლაკონშია მოთავსებული, რომელიც ძალიან დიდხანს გეყოფათ, 30 მგ-ია და 30 მგ სუნამოები ყოფნის ძალიან დიდხანს და ეს ხალხი რო ბანაობს. მაგათაც ეს არის ავტომობილის სუნი, რომელსაც მოვათავსებ ახლა ყავზე არა, შეაპყურეთ ნაჭრის ზედაპირებს. და აი Bentley-ს ისეთი ხალი ჩააქვს, რომ ძალიან დიდხანს დაიტოვებს ამის სურნელობას და ავტომობილში იქნება ყოველთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სურნელი და ფეხებში როდესაც გავუშვებთ გაგრილებას ან გათბობას, ამ სუნსაც ამოიტანს ზემოთ და მოკლედ ძალიან კარგია, ძალიან მომწონს და უკვე იგი მოვიდა შენთან. ძალიან კაი სუნია. ამ ავტომობილში გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი ფერი. გარედან სულშავია, შიგნიდანაც მეტად სულშავია და გვაქვს აი ესეთი მყვირალა, სტაფილოსფერი, უფრო ფორთოხლისფერი აქცენტები, რომელიც ჩემი აზრით ძალიან აცოცხლებს ამ ინტერიერს, იმიტომ რომ ნანახი მაქვს მარტო მუქფერებს შესრულებულიც და ეს ჯობია ჩემთვის, ეს უფრო ლამაზია, იმიტომ რომ ინტერიერის ფორმებს უფრო კარგად უსვავს ხაზს და საბოლოო ჯამში უფრო სპორტულ და უფრო ახალგაზრდულ, ეგზოტიკურ, ძალიან კარგ გარემოს ქმნის მოკლედ. ასევე ეს ფერი გამოყენებულია საათის ისრებზე, რომელიც შუაშია Bentley-ში მოთავსებული. არც არანაირი
Rolex-ი, Schmolex-ი, ანუ არანაირი კოლაბორაცია არ არის, Bentley-ში Bentley საათი გვაქვს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კარი იხურება რბილად, soft close ქვია. ეგრეთ წოდებული პრისოს ქართულად მწოვარას ეძახიან, მაგრამ რა მწოვარა, რომ რბილი დაკეტვა. აქ გვაქვს ტელეფონისთვის სივრცე, მაგრამ ამ შემთხვევაში არეონები ძალიან კარგად ჩავაგდება. გასაღებს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ნახეთ რა კარგია, რა ლამაზია. ავტომობილს გქონავთ ინტერიერის ცენტრიდან, აი პირდაპირ აქ უნდა დავაწვეთ ხილვაკს და როდესაც დავაწვევით, სავარძელი დამახსოვრებულ პოზიციაში მიდის, საჭეც აქედან ხვეც მომაწვდის ჯიგარი, მაგრამ არ მინდა მადლობა. თუ დააფიქსირეთ, მონიტორი ამოვიდა. და ეხლა როგორ ხდება? ისევ ახლიდან გაჩვენებთ. აი აქ გვაქვს ღილაკი, რომელსაც ქვია screen. რასაც აკეთებს ეს ღილაკი მომწონს, მაგრამ აი აქ screen ღილაკი არ ვიცი, რაღაცა საიდუმლო ღილაკი რო კონდეს ისეთი რა, ან წარწერა რო არ კონდეს, ან აქ კონდეს, უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო ეფექტური გახდებოდა ჩემთვის ეს ყველაფერი. თუნდაც მენიუდან რო შვებოდი ამას, მაგრამ აი აქ რო ამ ხელაზე screen მიწერია, ცოტა არ მომწონს. დავაწვევით ამ ღილაკს და გამოდის უკვე მაჩვენებლები, სადაც გვაქვს გარე ტემპერატურა, კომპასი და წამზომი, ტაიმერი. რითიც შეგვიძლია დავთვალოთ lap timer. დავაწვევით ისევ screens და გვაქვს მონიტორი. დავაწვევით ისევ screens და გვაქვს ისევ მაჩვენებლები, მაგრამ თუ დიდხანს დავაწვევით უკვე screens და ხელს აღარ გაუშვებთ, გვაქვს უკვე მესამე პოზიცია, რომელიც იმეორებს ზუსტად იგივე ფაქტურას, რაც არის გვერდებში გამოყენებული. ამ შემთხვევაში არის კარბონი, სხვა კონკრეტულ Bentley-ში, სხვა კონკრეტულ მოდელში, Bentley-ში შეიძლება იყოს სხვა რამე, ეს უკვე პატრონის გემოვნებაზეა, ვინ როგორ შეუკვეთავს, ესეც გაიმეორებს იგივეს და ფაქტიურად მონიტორი საერთოდ გვემალება და ხდება. ესეთი კლასიკური ვიზუალით, ვისაც არ უნდა ციფრული გამოსახულება, თუმცა ციფრული გამოსახულება რჩება ცხოვლის წინ, მაჩვენებელთა დაფაზე, სადაც გამოტანილი გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, როგორც რამდენს გაგვატარებს მხოლოდ ელემენტი, რამდენს გაგვატარებს მხოლოდ ბენზინი და რამდენს გაგვატარებს ორივე ვარიანტი. ამ ავტომობილს აქვს ასევე მხოლოდ ელექტრო სვლის რეჟიმი, G-mode, რომელსაც აი აქ ღილაკის დაჭერით ვააქტიურებ და მხოლოდ უკვე ელექტრონულად დავდივარ. ახლა ავტომობილი დაქოქილია Register და EV Drives. როგორც კი გადავიდან სპორტში, აგუგუნდება 8 ცილინდრი და მოდი ერთად მოვუსმინოთ. უკვე რაღაცა ბოროტი მამაკაცური ხმა შეიძინა მანქანამ და ძალიან მომწონს. საჭე ძალიან რბილია, მაგრამ სპორტ რეჟიმში მინდა გავტესტო სიარულში და ვნახოთ როგორ მოყვება ავტომობილი, ცოტა ხანში დავიძრებით და მათ ყველაფერს გაჩვენებთ. ახლა კი უბრალოდ მოვუსმინეთ რა კარგი ხმა აქვს. გაჩერებულზე სამწუხაროდ ლიმიტერი 2800 სპრუნზე მეც არ ადრიალებს ძრავს, მაგრამ როდესაც გავიყვანთ უკვე ავტომობილს გარეთ, იქ დავტკბებით ხმით და იქ მოვუსმეთ მის ჟღერადობას მაღალ ბრუნებზე. აჰა, როგორც კი ოდნავ warm-up-ი გააკეთა 3000-მდე, უკვე ადრიალებს და 3000-ზეც ძალიან კარგი ხმა აქვს და redline-ი იწყება 6800-დან. ასე რომ წინ ძალიან კარგი ხმები გელოდებათ ვიდეოში. მოდი ცოტა ხანი ჩავაქროთ. და დაუბრუნდეთ უკვე მულტიმედიას, გავხსნათ ისევ ჩვენი სკრინი. აქ გვაქვს ძალიან დიდი ზომის მონიტორი, რომელიც ძალიან კარგად სიმპათიურად გამოიყურება. მულტიმედიის დიზაინი ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია Apple CarPlay და Android Auto-ს ჩართვა და ყველაფერი მუშაობს ძალიან სწრაფად და კარგად. Audi-s და Lamborghini-s მომაგონებს ამ ყველაფრის დიზაინი და რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ერთი კონცერნია, Volkswagen-ს ეკუთვნის Audi-s, Lamborghini-s და Bentley-ს. და შესაბამისად დიზაინი ძალიან მსგავსია, ოდნავ პატარა ცვლილებები არის ყველგან. ამ მანქანაში რაც მომწონს ახლა არის ის, რომ ინტერიერში რა ფერებიც არის გამოყენებული, ის ფერი ემთხვევა მულტიმედიის აქცენტურ ფერს, ანუ მთავარი ფერი არ არის, მაგრამ როდესაც ვაწვევით რაღაცეებს, ესე ანათებს და წარწერები გამოდის, ესე სხვადასხვა ფერი, მაგალითად აი სეტინგები შევალ და ახლა სეტინგები დაიწერება იგივე ფერში, რაც ეს არის და სადღაც რაღაც ოდნავ უხდება. ასევე მაქვს წარწერა Speed ტორპედოზე, რომელიც მახსენებს მუდამ, რომ ეს სპორტული ვერსიაა. სავარძლები ძალიან მომწონს, ძალიან კარგად ვსივარ, ძალიან კომფორტულია და ამავდროულად სპორტულ სვლაშიც დარწმუნებული ვარ მომეწონება უკვე ვხდები. მაქვს ჩემთვის
საკმაოდ უცნობი აუდიო სისტემა, რომელსაც აწერია NAIM name არ ვიცი რა მართლა არ ვიცი რა ქვია. მაქვს დიდი ლუკი, ამას პანორამულ ჭერს ვერ დავარქვე, მაგრამ პრინციპში აი ამ სახურავიდან რაც შეიძლება რომ ამოიღო, ალბათ მაქსიმუმი ამოღებულია და შეგვიძლია გავატაროთ პანორამაშიც. რაც მომწონს არის ის, რომ სავარძლებს აქვს ძალიან მაგარი ფაქტურა და დიზაინი. ყველა დეტალი ფუფუნებაზე მიგვანიშნებს და არსად არაფერი არ არის ისე გაკეთებული, რომ სადღაც რამე მატერიალი ან ფინანსები დაენანათ. სხვათა შორის გაჭირვებით უკანად ჩასვა ორ ადამიანს და ორზე მეც ფიზიკურად ვერ ჩასვა, იმიტომ რომ სავარძლების დიზაინია ეგეთი. რა თქმა უნდა აქვს ორმაგი კლიმატ კონტროლი, ესე ვატრიალებთ ხელით და შიგნით არის ორივეში მონიტორი, რომლებიც გვიჩვენებს თუ რამდენ გრადუსია დაყენებული კონკრეტული. აქაც გამოდის, მაგრამ აქაც გამოდის და ასევე ვიზუალურად გამოდის, გვიჩვენებს airflows. საიდან მოდის რომელი ჰაერი, ახლა მძღოლის მხარეს დავატრიალებ, მძღოლის მხარეს გადიდდება და სად მოდის, რა ფერი მოდის, როდესაც ვამატებ, წიწდება, როდესაც ვაკლებ, ლურჯდება და ნუ მოკლედ ვიზუალურად ყველაფერს ფერადში მიხატავს. რაც მე ძალიან მომწონს არის, რომ აქ მაქვს მხოლოდ ერთი თითის დაჭერით ელექტრონული სტაბილურობის გათიშვა, ან მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გათიშვის ხილაკი. ზოგადად მიჩვეულები ვართ ჩვენ თანამედროვე ავტომობილებში, რომ აი აქ გვაქვს ესეთი მრგვალი ბერკეტი, რომელთაც მულტიმედიას ვაკონტროლებთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ სulis რეჟიმებს ვცვლით. და სulis რეჟიმები არის ძალიან საინტერესო. ერთი არის კომფორტი, მეორე არის სპორტი, მესამე არის custom-ი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვირგოთ ჩვენზე, მაგალითად, ძრავი და გადაცემა და კოლოფი მუშაობდეს სპორტულ რეჟიმში, საჭე იყოს დარბილებული ან პირიქით, დაკიდების სისტემა იყოს კომფორტ რეჟიმში, მაგრამ ძრავი სპორტ რეჟიმში ან პირიქით, ანუ მოკლედ ყველაფერს custom-ში ვარეგულირებთ ჩვენს გემოვნებაზე, როგორც ჩვენ გვეკომფორტულება და გვაქვს მეოთხე სulis რეჟიმი, რომელსაც ახატია B, მხოლოდ B, Bentley-ს ლოგოა გამოდანილი და წარმოდგენა არ მაქვს, ეს რას ნიშნავს? ალბათ ეს არის ნორმალი და ნორმალის დაწერის მაგივრად დაახატეს Bentley-ს ლოგო. ხილაკზე თითის დაჭერით, რომელსაც ასევე Bentley-ს ლოგო ახატია, უკუსლაში ვაგდებთ ზემოთ, დრაივში ვაგდებთ წინ და დრაივი და M-ი გვაქვს ორივე დაბლა. M-ში რო გადავიტანე, ეგრევე ჩართო ძრავი, მიუხედავად იმისა, რომ სპორტში არ არის. ანუ უკვე მანქანა მზადაა იმისთვის, რომ შენ M-ში რო გადაიტანე გადაცემა და კოლოფი სპორტულად უნდა მართო. ზოგადად აი ესე ხელის მირტყმით, მაგალითად BMW-ში რაღაც სხვადასხვა მოდელებში გვაქვს ის, რომ გადადის M-ში, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვემოთ უნდა ჩამოვარდოთ. ანუ ქვემოთ ჩამოწევ დრაივია, ქვემოთ ჩამოწევ M-ია, ქვემოთ ჩამოწევ დრაივია, ისე ქვემოთ ჩამოწევ M-ია. როგორც აუდში არის D და S-ი, ზუსტად იგივე ამბავია აქ, ოღონდ S-ის მაგივრად უკვე გვაქვს M რეჟიმი. აქეთ გვაქვს მულტიმედიის, უკაცრავად კლიმატ კონტროლის საკონტროლებელი ხილაკები. მოკლედ აი აქ რაც არის, ყველაფერი ეხება კლიმატ კონტროლს, გათბობას, გაგრილებას და ასე შემდეგ. და რა მომწონს, ნახე? ეს ცირაშვება? ხო აქვს ამ საჰაეროებს გასათიში სხვადასხვა მანქანებზე, Mercedes შუაში უტრიალებ, ზოგზე ესე ატრიალებ, იკეტება, ზოგს ესე თითი უნდა ჩამოარტყა დაიკეტოს. მორჩა, აღარ დაუბერავს ჰაერს. მოგინდა ისევ ამოკაჩი. აღარ დაუბერავს ჰაერს, მოგინდა ისევ ამოკაჩი. ეს ძალიან მომწონს, იქაც და აქაც ყველგან ერთნაირად არის და მომწონს რა, რაღაცა ისეთი ძველმოდურია და თან განსხვავებული უნიკალური. ეგ კარგია. საჭის დიზაინიც ყველაფერი კარგად მომწონს, ხელში კარგად ის, გადამრთველები ისეთია, როგორც Bentley-ში უნდა იყოს რა, პატარა, დამალული, მაგრამ იცი სადაც არის, მატერიალიც კარგია, ასევე ძალიან მომწონს აი აქ გარშემო დიზაინი, მოკლედ გასაღები, აი აქ უკანა მხარე და მაშუქების ბერკეტი, კრუიზ კონტროლის ბერკეტი, ყველაფერი არის აი ესე ამ დიზაინში შესრულებული და ძალიან მომწონს ლამაზია, ასევე ეგრეთ წოდებული გორგოლაჭებიც არის ამ დიზაინით და ძალიან მომწონს. აქაც იგივე ხდება გარშემო, აქაც იგივე ხდება გარშემო. აი ყველგან ხდება აი ეს ჩაჭრილი რომბების დიზაინი და ძალიან მომწონს. დასაწუნი მართლა არაფერი არ აქვს, მაგრამ კიდე ერთხელ ვიცახი, რომ დღეს ყიდულობ Lambo-ს, ყიდულობ Audi-ს, თუნდაც RS6-ს, ყიდულობ Bentley-ს, თუ რაიმე სხვა მოდელს, Porsche-საც, მაგრამ Porsche ყველაზე მეტად გამოირჩევა ჩემთვის და განსხვავდება. აი რაღაც ეს და იგივე შეგრძნებები მოდის ყველგან რა. აი ეს ღილაკები, ვიცი რომ სხვაგანაც მინახავს, აი აქ რაც ხდება.
ეს საერთოდ პირდაპირ გითხრათ Volkswagen Golf-ის ხილვაკებს მაგონებს უბრალოდ შეფუთულია გარშემო უფრო ლამაზი ვიზუალით და მატერიალებით და ეგ მაგრად მიტყდება. როდესაც საუბარი მიდის Bentley-ზე და ესეც ფასიან ავტომობილზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა გარეთ რო გავალთ, პერფორმანსი დამამშვიდებს და არაფერი აღარ გამიტყდება. ასე რომ დროა წავიდეთ გარეთ. ახლა ალბათ თქვენც გესმით, რომ ავტომობილი არის ჰიბრიდულ რეჟიმში და ძალიან სიჩუმეა, სიწყნარეა, საერთოდ ხმა არ შემოდის, საბურავების ხმა შემოდის ძალიან ოდნავ, მაგრამ მაგასაც ხმაურს ვერ დავარქმევ და ხმას ვერ დავარქმევ, ძალიან სიწყნარეა ავტომობილში და ძალიან კომფორტულად ვზივარ საჭესთან. მაგრამ ეხლა გადავიტან სპორტში. უკვე 8 ცილინდრით აგუგუნდა და ახლა ავტომობილი გამოიმუშავებს 771 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონ-მეტრს. სულ რაღაც. W12 ძრავის ვერსიას GT Speeds, ანუ არა First Edition-ს, არა Hybrid-ს აქვს 650 ცხენის ძალა. აქ კი 121 ცხენის ძალით უფრო მეტი მაქვს, რაც იმის საშუალებას მაძლევს, რომ 0-დან 100-მდე ამხელა გიგანტი სულ რაღაც 2.3 წამში ავაჩქარ. კაი, ცელკა, კაი, გაჩერდ დამშვიდ. რატო? გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროძრავიც აქვს ამ მანქანას და არა მხოლოდ შიდაწვის, თავიდანვე ხელმისაწვდომია ეს ძალა, ანუ ტურბო ლაგი არ გაქვს, არ ელოდები იმბრუნებს, როდესაც გაიხსნება ტურბო და უკვე ეს ძალა მოგეცემა. თავიდანვე მაშინვე გაქვს, აი ახლა ბრუნები არის 1500-ზე და ბოლომდე ვაძლევ და გავფრინდით. რასაც ქვია, აი ძალიან სწრაფია. ძალიან აი ცხვირს წევს და თითქოს უკანა ორი საგურავით მიდის. ან ძალიან სწრაფია, დაფრინავს, მართლა მაგარია. გადდაშავებულ Bentley-ში ვზივარ და ჩემთვის მივკატაობ იქ, სადაც თქვენ საჩუქარი გელოდებათ და დაელოდეთ ვიდეოს ბოლომდე. მანამდე კი ინტერიერში არის ძალიან ბევრი Bentley-ის ლოგო. არა მარტო ინტერიერში, ექსტერიერშიც, მოკლედ აი სულ Bentley-ის ლოგოებია ყველგან. მოდი ინტერიერში დავთვალოთ ლოგოები. საჭეზე 1, ცენტრალურ კონსოლზე 1, 2, ვერკეტზეც, ანუ 4 ჯამში. შუშებს რო ამოწევ 4-ვე შუშას ცალ-ცალკე ლოგო აქვს, კიდე 4 ეგ, ანუ გამოვიდა 8 ლოგო. მუხრუჭის სატერფულზე მაქვს კიდე 1 ლოგო, 9, მაჩვენებელთა დაფაზე მაქვს კიდევ 1 ლოგო, 10, სავარძელზე თავის მისადებზე აქვს 4-ვე სავარძელზე. ანუ 14 Bentley-ის ლოგო მაქვს ინტერიერში, მაგრამ უფრო კარგად რო ვეძებო, დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეც ვიპოვ. ეს ძალიან მომწონს. აი, კი ბატონო, მე-15 ლოგოც ამოვიდა და საათზე 1 კი არა, 2 ლოგოც არის და წარწერაც და ჯამში გამოვიდა 16, ანუ 16 ჯერ გახსენებს, რომ Bentley-ში ზიხარ, რად გინდა, ისედაც გასაგებია. ისედაც ამ ყველაფერს ჩემი ორგანიზმი ძალიან კარგად გრძნობს, რომ Bentley-ში ვზივარ. როგორც ხელები საჭეზე, ასევე თლიანი ტანი სავარძელზე და მარჯვენა ფეხით გრძნობ ამ 771 ცხენის ძალას. ძალიან მაგარი შეგრძნებებია. კარს რო გააღებ, აწერია რომ handcrafted in England. ანუ ეს ავტომობილი არის ხელნაკეთი ინგლისში. დღესაც 2025 წელსაც ხელით იწყობა ეს ავტომობილი და აქედან გამომდინარე ყველა Bentley გამოდის უნიკალური. რაღაც მომენტში, როდესაც ეს უსოს შოურუმში გვეყენა, ვფიქრობდი რომ რა აქვს ახლა ამ მანქანას ისეთი რომ ამდენად ძვირი ღირდეს და 350,000 ევროდან იწყება ამ ავტომობილის ფასი. აი რატო? მაგრამ როგორც კი გამოვედი, სულ რაღაც 6 კილომეტრი გამოვიარე ჯერ და აი ყველაფრით ხვდები რატო უნდა ღირდეს ეს ავტომობილი ამდენი. ყველაფრით. კომფორტით, ძალით, აჩქარებით, მატერიალებით, სიმშვიდით, თავდაჯერებულობით, ხალხის რეაქციებით, ანუ ყველაფრით გასაგებია თუ რატო უნდა ღირდეს ეს ავტომობილი იმდენი, რამდენიც ღირს. და ძალიან ბევრი უსაფრთხოების სისტემა მაქვს.
და ძალიან უნდა მოინდომო, ძალიან უნიჭო ადამიანი უნდა იყო, რომ ამ მანქანით რამე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვათ. გამოვედით ვაკეში, მივდივართ მოსაშვილის ქუჩაზე. იქ, სადაც თქვენთვის მაქვს პატარა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი. მოვედით პარკში და ესაა ის ლოკაცია, რასაც გვირდებოდით ვიდეოს დასაწყისში. რა ხდება პარკში? პარკი არის პრემიუმ დითეილინგ ცენტრი. სადაც შეგიძლიათ როგორც უბრალოდ სამფაზიანი რეცხვა გაუკეთოთ, ჩაუტაროთ თქვენს ავტომობილს, ასევე გადააკრათ ფირი, გააკეთოთ ხმის იზოლაცია, გააკეთოთ ქიმწმენდა, პოლირება და კერამიკა. ცოტა ხანში სხვა სერვისების დაემატება, ჯერ ახალი გახსნილები არიან, მაგრამ უკვე ხედავთ როგორი შესანიშნავი გარემოა, ძალიან პრემიალურია ყველაფერი და ძალიან მაღალ ხარისხში აკეთებენ ყველაფერს და რა თქმა უნდა ჩვენ ისე არ ვიმეგობრებთ არც ერთ კომპანიას. პირველ რიგში რომ მათ ხარისხში არ დავწმუნდეთ და მეორე რომ მათ თქვენ საჩუქარი არ გაგიკეთოთ. შესაბამისად, საჩუქარი. ამ ვიდეოს დადებიდან 1 საათში ჩემს Instagram-ზე, ასევე პარკის და ლუსოს Instagram-ზე კოლაბორაციულად ყველგან გამოჩნდება პოსტი. უნდა დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი, რაც თქვენ გაგიხარდება, თუ გინდა რა ლამაზი თვალები გაქვთ პაპელ. არა აქვს მნიშვნელობა, რაც გაგიხარდებათ ის დაწერეთ. რენდომად ავარჩევთ, ანუ შემთხვევითობის პრინციპით 3 ადამიანს, რომელსაც ვაჩუქებთ სამფაზიან რეცხვას. რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ. გარდა ამისა, სანამ პარკი იქნება ჩვენი მეგობარი კომპანია, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, ეს აუცილებლად უნდა აჩვენოთ, როდესაც მოხვალთ და პარკის Instagram-ი, ამ შემთხვევაში გეკუთვნით 20%-იანი ფასდაკლება მანქანის, ნებისმიერი მანქანის, განურჩევლად ბრენდისა, ზომისა, ფერისა და წარმოებელი ქვეყნისა 20%-იანი ფასდაკლება გაქვთ რეცხვაზე, სამფაზიან რეცხვას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ფაქტიურად მინი დითეილინგი გამოდის. ფირის გადაკვრა იქნება ეს დამცავი ფირი თუ დეკორაციული ფირი, გაქვთ 10%-იანი ფასდაკლება, ასე რომ მობრძანდით პარკში და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ბენეფიტები. ახლა კი დავტოვებ ავტომობილს პროფესიონალების ხელში და ერთად ვნახოთ როგორ ირეცხება ავტომობილი სამფაზიანი რეცხვით. როგორც ხედავთ, შესანიშნავად გამოიყურება დასრულებული ავტომობილი. ნახეთ, როგორ პრიალებს. რა სუფთა, რა კარგად გამოიყურება. მოკლედ, იდეალურად გაირეცხა ყველაფერი. ძალიან ლამაზია. ეხლა წავალთ ქალაქში და შესაბამისად ძალიან ლამაზ კადრებსაც შემოგთავაზებ და დანარჩენს უკვე მანქანაში მოგიყვებით. დიდი მადლობა The Parks იმისთვის, რომ აი ესეთი გალამაზებული მანქანით გვიშვებენ აქედან. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 3 ადამიანს უფასოდ გეკუთვნით ეს სერვისი, ვინც გამოიწერთ The Park-ის, ჩემ და ლუსოს Instagram-ს კოლაბორაციული პოსტი დაიდება ამ ვიდეოს ატვირთვიდან ზუსტად 1 საათში. გადმოდით Instagram-ზე, დაწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ ეს 3 Instagram პროფილი და შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ გამარჯვებულებს. ხოლო რაც შეეხება მანქანის გათამაშებას Ford dealer-თან ერთად მაღაზიაში უკვე გზაში მოგიყვებით, დროა წავითეთ. ეს არის YouTube-ის მაგია, მეგობრებო, როგორც ხედავთ, გარედან ქურთუკით ჩავჯექი, მაგრამ მანქანაში უკვე მაისური მაცვია. დავქოქოთ და წავედით. უბრალოდ დავქოქოთ კი არა, ელექტროძრავა ჩავრთოთ, მაგრამ მოდი სპორტზე გადავიტან და
ბარე მოусმინოთ. ეხლა რა ხდება კლიმატზე? უნდა გავთიშოთ და ნაგიხსნით რა. მოკლედ, ამას რო ვატრიალებთ, ტემპერატურა იცვლება, მაგრამ აქ მაქვს ასევე ღილაკი, რომელსაც ახატია ფენი, ეგრეთ წოდებული ვენტილატორი, დავაწვევით ამას და ეგრევე გადადის იმ რეჟიმზე, რომ აქედან ვაკონტროლოთ თუ რა სიძლიერით დაუბეროს. შესაბამისად გამოდის, რომ ამ სატრიალებელს აქვს ორი ფუნქცია, რომელსაც მე ჩვენ თვითონ ვირჩევთ, რომელი ფუნქცია გვინდა. წავედით, რომ ვერვა კარგად გუგუნებს. გამოვედით პარკიდან. მოდი გადავინაცვლოთ ახლა პირდაპირ ქალაქში და იქ მოგიყვებით მანქანის გათამაშებაზე. გადმოვედით ქალაქშიც. ერთადერთი რაც შევამჩნიე ამდენი ხნის განმავლობაში არის ის, რომ ცოტათი უფრო მაღლა ვზივარ, ვიდრე მინდა რომ ვიჯდე, მაგრამ ამაზე დაბლა რომ ვიჯდე, ვერაფერს ვეღარ დავინახავ. ძალიან კარგად ყლაპავს ყველა უსწორმასწორობას, რაც გზის საფარზე ხდება. მოსახვევში კარგად დგას. ბენტლის მართვისგან ესეთ ემოციებს არ ველოდებოდი. უფრო მეტად წარმომედგინა, რომ ეს იქნებოდა ძალიან კომფორტული, მაგრამ ცოტა ტლანქი ავტომობილი და ესეთი შეკრული და ესეთი ბასრი არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, აი ამ სიტყვას ვიყენებ ხოლმე. ბასრი მართვა აქვს, მართლა ბასრი მართვა აქვს. ზუსტად იმას აკეთებს, რაც გინდა. ძალიან კარგი ავტომობილია და ფასიც მოკლედ ადეკვატური აქვს ბენტლისთვის. ვისაც ბენტლი გინდათ და ვისაც ის ყველაფერი გინდათ, რასაც ბენტლი გთავაზობთ, ძალიან ადეკვატური ფასია ჩემი აზრით. ასე რომ ესტუმრეთ ლუსოს საქართველოს, მობრძანდით, თუ ჩემებიდან მოხვალთ ვინმე, ფასდაკლებასაც გაგიკეთებთ. მაგრამ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ DAS Autos კონცერნის ავტომობილებიდან, Volkswagen-ის ავტომობილებიდან ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაცები მეორდება. აუდებში, ლამბოში, ბენტლიში, თუნდაც მაშუქების ჩართვა, აი ზუსტად იგივე ვიზუალზე მაქვს, როგორც RS6-ში და როგორც თუნდაც S3-ში აუდში, რომლის ფასიც ამ ავტომობილთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ უფრო იაფი გამოდის ის ავტომობილი. ახლა კი რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ჩვენს არხზე ხდება. არხის ერთგულმა მაყურებლებმა ძალიან კარგად იცით უკვე, რომ ჩვენ ვათამაშებთ ავტომობილს და ეს იქნება ძალიან კარგი სპორტული ავტომობილი, რომელიც ნებისმიერ ავტომოყვარულს რომ მოიგოს ძალიან გაუხარდება. ფერი ნათქვამი მაქვს უკვე თქვენთვის, იცით, ვინც აკვირდებით ვიდეოებს და დაახლოებით რა მოდელია, იმასაც ბევრი უკვე ხვდება. მოკლედ, მანქანა ჩამოვიდა, განბაჟდა. ეხლა დავიწყებთ გაკეთებას. ამ გაკეთების პროცესში ყველაფერს გაჩვენებთ აბსოლუტურად, რა ნაწილს სად ვიყიდით, როგორ ვიყიდით, ვისგან ვიყიდით, რა ფასში ვიყიდით. ამ ნაწილების არჩევაშიც ვიზუალურ ნაწილში თქვენ ჩაერთვებით და რა ჯობია, როგორ ჯობია, რომელი რა დავაყენოთ და ასე შემდეგ თქვენ გადაწყვიტავთ. ადევნეთ თვალი ჩემს Instagram-ს, იმიტომ რომ რაღაცებს მხოლოდ Instagram-ზე ვიკითხავ და ასევე ადევნეთ თვალი YouTube Community Wells, რაღაც შეკითხვებსაც მხოლოდ YouTube Community Wells-ში დავდებ. და აი ამ ყველაფერს პროცესს აბსოლუტურად გადავიღებთ, გაჩვენებთ და შემდეგ უკვე დაიწყება გათამაშების პროცესი. იმისთვის რომ ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო და მხოლოდ ჩემს სურვილად არ დარჩენილიყო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Ford Dealer Auto Imports, ეს კომპანია დამიდგა გვერდში, მათ ჩამოიყვანეს ეს ავტომობილი, მათი მხარდაჭერით შევიძინე ეს ავტომობილი თქვენთვის. ასევე მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, რომ Ford Dealer Entertainment-ის YouTube არხი უნდა გამოიწეროთ იმ ადამიანებმა, ვისაც გსურთ, რომ სამომავლოდ ამ ავტომობილის გათამაშებაში ჩაერთოთ. მხოლოდ ჩემი არხის გამოწერა არ კმარა. ვთხოვთ, რომ უბრალოდ გამოიწეროთ, სულ რო არ გაინტერესებდეთ გათამაშება, ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გავიზრდებით, მით უფრო მეტ რაღაცას შევძლებთ და ძალა ერთობაშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა კომპანია საერთოდ, რომელიც კი ამ არხზე გამოჩენილა, ყველა შემოდის გათამაშებით საჩუქრით, ჩემი გამომწერებისთვის და ასევე სანამ არიან ჩვენს გვერდით ის კომპანიები, რომლებიც არხზე ჩანან, ყოველთვის გაქვთ თქვენ ბენეფიტები ამ კომპანიებში. იმასაც გეტყვით, რომ TikTok-ზე მქონდა გათამაშება და 10 ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც გადაიღეს ქალაქში ეკრანზე გაშვებული ჩემი YouTube არხის რეკლამა, გასტორეს ესენი Instagram-ზე და პირველი 10 ადამიანი ვინც იყო და ვინც ყველას დაასწრო, იმათთან ერთად, როგორც კი გამოთვება და ამინდები მოგცემს ამის შესაძლებლობას, წავალთ ტრეკზე და ძალიან მაგარი მანქანებით მივიღებთ სიამოვნებას, ძალიან მაგარ ვიდეოსაც გადავიღებთ, ამასაც შემოგთავაზებთ არხზე და მოკლედ იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ყველა პლატფორმაზე სხვადასხვა გათამაშებები იქნება ხოლმე და ასე რომ ყველგან შემოგვიერთით. გაწევრიანდით ჯგუფში ყველა ვიდეოდან ერთი კვირის განმავლობაში, შეგიძლიათ დადებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გააკეთოთ მიმები, დაპოსტოთ ჯგუფში და ერთი
კვირის შემდეგ ჩვენ ავარჩევთ საუკეთესო მიმს და დავაჯილდოვებთ Areon-ის პროდუქციით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Areon საქართველოს და პირველი ვიდეო იყო Fiat-ის ვიდეო, რაც ეს challenge-ი დავიწყეთ, მიმების challenge-ი. მეორე ვიდეო ეს იქნება და ნუ ყოველი მომდევნო ვიდეოდან ასე მიდის. პირველ ვიდეოდან გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და შეგიძლიათ ჯგუფშიც გადახედოთ თუ რომელმა მიმმა გაიმარჯვა. აი ამ სუფთა და სასიამოვნო გარემოს მე დავამატებ Areon-ის სურნელს და აი ესე, კარგი სუნით. გავეშურები ლუსოსკენ. მოусმენ 8 ცილინდრის გუგუნს. მადლობა რომ უყურებთ ჩემი YouTube არხს და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. არ გინდა ამებს ხო ცალკე გადავიღებთ? ანუ просто მოყვები რა. ეს ყველაფერი იმისთვის არის აქვს რომ მაგრამ ცხელა ერთიც ჩაო ვითომ არაფერი. მიდი. რა არის ეს? ეს არა არის.